მშვიდობისა, მაღვიძარას ეთერში დილის გამამხნევებელი ვარჯიშების დრო დადგა. მე თათია დონაძე ვარ და ჩემთან ერთად ტრადიციულად არიან სპორტული ცეკვების სტუდია თელოს მოცეკვავები. იმედია უკვე მზად სავარჯიშო და შეგვიძლია დავიწყოთ. ანა, ყველა წიგნი ჩაანახე? დავიწყოთ მოსავალს. ჩავალაგე. ახლა კი ვისაუბროთ. დედა როდის ჩამოვა? ხვალდი. გაკვეთილებს ხომ არ გააცდენს? შაქარი ხომ ჩაყარე? კი, სამი კოვზი. სამი კოვზი ბევრი რა. ვინი ჩაიმობას? აი ესე მეტი ჩარავ. აი შენ ბუტერბროდი. შეცვალებაზე შეჭამე. ანა, გაიქეცი ახლა კლასში, არ დაგაგვიარდეს. გაკვეთილების შემდეგ კი ერთად წავიდეთ. კარგი. ანა, მოდი. რა მოხდა, ანა? შენ ყველაზე ლამაზი ხარ. შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ. შენ ყველას უყვარხარ. შენც ყველაზე ლამაზი ხარ. შენც ყველაზე ჭკვიანი ხარ. შენც ყველას უყვარხარ. აი სკოლას დაამთავრებ. თბილისში წახვარ. მე დამივიწყებ. აბა ამას როგორ ამბობ? მე შენ დაგივიწყო? არასოდეს ჩემო ბატონო. მიყვარხარ დაიკო. მეც ჩემო სიხარულო.
რომაელები პატარა გემები ჩემოდი. ვიცი მალხას, მათ ვაჭრობა ჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებთან. აი გადიოდა ძველი სანაოსნო გზა. რა საინტერესო იყო. მართალი ხარ, იქ გადიოდა ძველი სანაოსნო გზა. არგონავტები, ოქროს საწმისი, მედეა. მას ხომ ტრაგიკული ბედი ჰქონდა. როგორ ახლა გოგონებო? ადრე მოსულხარ. კარგად ვარ. დღეს შეიძლება ქართული გავიცდეს. გაიხარეთ რა, ცოტას გამისვენოთ. სად არის წასული? რატომ გუწდება? რაიონშია წასული პირად საქმეებზე. მართლა გავაკეთე. დღეს საუცხოდ გამოიყურებე. კარგი რა. მართალს ამბობს, გასაგიჟებად გამოიყურები. იმ დღეს დაგინახე, ვიღაც სიმპათიურ პატონთან ერთად. როდის? ამ მომენტებში წინ ციხის ნაირობებზე ადიოდით. ჩემი ბიძაშვილია, არქეოლოგიურზე სწავლობს. აინტერესებს ძველი ციხესიმაგრეები. ისე კაი ჯიჭიკი იყო. ხომ არ მოგეწონა? რა აქ დასაცული, ძალიან სიმპათიურია. ვიფიქრებთ მაგაზე. კარგით გოგონებო. ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ანას სალონში. მე შევეცადე ისეთი სტუმრები შემერჩია, რომლებიც ცნობადი და საინტერესო პიროვნებები არიან. უკაცრავად. ეხლა მოусმინოთ ქალბატონებს ლიას და მანანას, რომლებიც შემოგთავაზებენ მუსიკალურ ნომერს. ჩემო ძვირფასებო, მინდა წარმოგიდგინოთ კინორეჟისორი ბატონი ერმალო მაღრაძე. გთხოვთ გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ბატონო ერმალო. მადლობთ ქალბატონო ინგა. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მაქვს ჩაფიქრებული ახალი ფილმი. ჩემი აზრით, მე მგონი ეს ფილმი უნდა იყოს ძალიან საინტერესო. ამ ფილმზე მე მუშაობა დავიწყე დიდი ხნის წინათ, სცენარი დავწერე თითქმის 20 წლის წინათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ განმახორციელე. და ეხლა მომეცა საშუალება და უკვე დავიწყე მოსამზადებელი პერიოდი, ვარჩევ მსახიობებს, სხვათა შორის აქ არის ერთი გოგონა, რომელიც მომეწონა მთავარ როლზე და თქვენი ნებართვით გავესაუბრებ თუ შეიძლება. დიახ, კარგი. ქალბატონო მანანა, ეს გოგონა თქვენი ქალიშვილია? ჩემი ქალიშვილია. რამდენი წლის დამდებით? 17. გოგონი, კინოში გადაღება გინდა? ძალიან. ბატონო ერმალო, ჩემი შვილი აბიტურიენტია და ძალიან ბევრი სამეცადინო აქვს და მე მგონი ვერ შევძლებ და მე ვნახოთ. რა გაეწყობა? ქალბატონო ინგა, როგორც გავიგე, განათლების სამინისტროში რეფორმებს ნერგავთ და გეკითხებით, როგორც განათლების მინისტრს მართალია? ქალბატონო მანანა, ვახორციელებთ ძირეულ და საფუძვლიან ცვლილებებს 2017 წლისათვის. პარაფსიქოლოგი და ილუზიონისტი ბატონი დავითი.
ამ გოგონას მედი მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. მისი ცხოვრება სავსეა დიდი ტრაგედიებით, დიდი სიხარულით და ბოლოს ჭეშმარიტი სიყვარულით. როგორ ახლა? კარგი. როგორ ახარ შვილო? რა გითხრა, რა გიწინასწარმე, ყველა ძალიან შევშინდი. უნდა მოვედი. ბარამიდის ლექცია. ვინს მიბურღავს? ვერაფერს გეგმო. ხო, რთულად. საერთოდ ვერაფერს გეგმო. ლამის გავგიშდე. როდენი კაბაგაცია. საიდან? სანტა კლაუსიდან. საღამოს მოვალ შენთან. ცოტა წავიმეცადინოთ. კარგი, საღამოს გერ. აბა კარგად. აბა საღამომდე. ვინ გნებავთ? თეარ ცხოვრობს? თქვენ ვიმძანდებით? მე თეას თანაკურსელი ვარ. შემოდი. ფეხები გაიწმინდე. Тоже мне სტუდენტი. შემოდი, მია. კარგია რომ მოხვედი. გელოდები. ცოტა წავიმეცადინოთ. ავიმეცადინოთ. ვინ არის ეს ალქაჯი? დეიდა ჩემი. მე რასაჭმევინებ თავ. აბა რა ვქნა, სად წავიდე. იძულებული ვარ ავიტანო დეიდა ჩემის გაბრიზები. გადმოდი ჩემთან იცხოვრე. დეიდა შენსაც გაეხარდება. ვაიმე რა ვიცი გოგო. ხერხული ხომ არ იქნება. საუხერხულო არაფერია. ჩემთან იცხოვრე. ახლა კი ბარამიძეს მივხედოთ, იქნება რამე შევიდეს თავში.
ეხლა შენი ფეხი. კარგი შეგახარ. დაჯექი. აი აქვს ცხოვრობ. თავი ისე იგზენი როგორც საკუთარ სახლში. კარგი ბინა ჰქონია. კი, კარგი ბინაა. იმედია ერთად კარგად ვიცხოვრებთ. ცხოვრებაში ამ სიკეთეს არასოდეს დაგვივიწყებ. მანქანაში დამელო. ორი ამერიკა. როგორ ახარ ნია? კარგად ბატონო კალა. როგორ არის საქმეები? საუდის არაბეთში მობილი. არაბის შეიხი კერკედი გაგანი გამოდგა. ეს არაბის შეიხები. ეს გოგონავინ არის. ჩემი თანაკურსელია. არჩინებული. სასიამოვნოა. სასიამოვნო. სამართლევინ ეს გოგონა. მერე ჩემზე იყოს. ეს წავედი. ველოდები შენს სახლს. ძალიან კარგი პიროვნება. მივიდით ბატონო კახა. ჩემი ნახელავია. ესეც გეხერხება? მაგდ. ახლა ჩემს საფირმო სასმელს შემოგთავაზ. ამ სხვარი მიერთი. მადლობა. ვაიმე, რა კარგი ხასიათება. კონი სასმელი მომეკიდა. შეიძლება ვიცეკოთ. რატომაც არა. ვიცეკოთ. ეს ჩემგან დაიმსახურე.
ეს რა მოხდა? არაფერი მახსოვს. თეა, ისეთი არაფერი მომხდარა. ეს როგორ ჩაიდინე? თეა, არაფერი მომხდარა ისეთი თავი რომ მოიკლა. როგორ ვიცხოვრო? როგორ? თეა, დამიჯერე. ნახევარი თბილისი ახლა ასე ცხოვრობს. რას ამბობ? რას? ეს ჩემთვის დასასრულია. თუ არ მაპატიებ, თავს მართლა მოხდა. კარგი, ნია. მიპატიებია. თეა, დამიჯერე. დაგიჯერებ. ქალბატონო თეა, თქვენზე ლეგენდები, იმდენი ტყუილი და მართალი დადის. ადამიანს გაუჭირდება სიმართლე გაიგოს თქვენ შესახებ. თქვენ რას ფიქრობთ? მე ქალბატონო თეა, თქვენ გთვლით ნამდვილ ღირსეულ ქართველ ადამიანად. კარგია. თუ ყველა ასე ფიქრობს. თქვენ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. თქვენ ბევრ კეთილ და სასარგებლო საქმეებს აკეთებთ. გთხოვთ მეც დამეხმაროთ. თუ რამე შემიძლია სიამოვნებით დაგეხმარებით. რა უნდა გავაკეთო? ჩემი ძმა უსამართლობის მსხვერპლი გახდა. უდანაშაულოა, მაგრამ ყველა მტკიცებულება მის წინააღმდეგ არის. მესმის თქვენი ძმის მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ ანალოგიური მდგომარეობა იყო ერთი ახალგაზრდა. დავეხმარე. ბევრი მტკიცებულების მოძიება კი დამჭირდა. გიხსენით ჩემი ძმა. აი გამომძიების ვიზიტკა. ძალიან გაგვიჭირდა ბატონო გახა. რა ხდება? ბატონო პრემიერო. ინვესტიციები ძნელად შემოდის ქვეყანაში. რატომ ბატონო პრემიერო? გარემო კარგი გვაქვს. ეხლა ხან ხელშეკრულება გავაფორმეთ ებრაელ ინვესტორთან ბატონ შიმონ გოლანთან. რა მოხდა შემდეგ? გადაიფიქრა ამ დალოცვილმა. არ ვიცი რატომ აღარ აწერს ხელს ხელშეკრულებას. აღარ აწერს ხელს ხელშეკრულებას. რა ხდება კეთი? ვინ? ჩინეთის სახელმწიფო მეთაური? ხაზზია ეხლა? სურა გააჩერე. რა დროს მირეკავს ხოლმე ეს დალოცვილი ეს. კარგით გადმურთეთ მობილურზე. ნანას უთხარი რომ სინქრონით ცოტა ნელად არ გნოს.
ვიცი რატომაც მირეკავს. რატომ? აბრეშუმის გზა შეეხება. დიახ, გისმენთ ბატონოსინ. რის შესახებ? ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელ კორიდორს? რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დაუჭერთ ამ პროექტს. გასაგებია, ეს პროექტი მომგებიანია არა მარტო თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც. აუცილებლად დავესწრებით. ჩინეთ-ევროპის კორიდორის საკითხზე კონფერენციას აწყობს და დამპატიჟა. საკმაოდ მომგებიანი პროექტია. დაესწრებით? რა თქმა უნდა. დავესწრები. ებრაელი ინვესტორებზე მეუბნებოდით. ხო, გადაიფიქრა ხელის მოწერა. არა და სამცხე-ჯავახეთის აღორძინებას ეხება. აყვავდება ეს მხარე. რატომ გადაიფიქრა? არ ვიცი. იქნებ შენი თია დაგვეხმაროს. ვეცდები. ეს თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი. ახლა ხან განაა. ვიცი თია, მე წარმოშობით თბილისელი ვარ. თია 10 წლის ვიყავი მე მშობლებმა ისრაელში რო წამიყვანეს. ქართული ენა დედაჩემის წყალობით კარგად მახსოვს. თითქმის გამართულად საუბრობთ ქართულად. ეხლა ვცდილობ ქართულ ენას უკეთესად დავეუფლო. გავიგეთ თქვენ დიდ ინვესტიციებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ეგ მართალია. ისიც ვიცი, დიდი კაპიტალის ჩადებას აპირებთ. სამცხე-ჯავახეთის აღორძინების საქმეში. მაგრამ მერყეობთ. მერყეობთ. თქვენთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე ეს ინვესტიციები განვახორციელო, თუ გინდა წაგებაზე წავიდე. დიდად დამავალებთ. ეს პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. თითქმის თქვენი გავლენის ქვეშ ვარ. ხომ არ აჭარბებთ? არა, ქალბატონოთი. თქვენგან დადებითი მუხტი მოდის. უყურე ამ ფულის მეშობს როგორი თოჯინა დაუქრევი. ჩქარა ფული დაუქროულობა. ფული ძვლომად ექნება. ოქროულობა შევაწეროთ. რას კადრულობთ ბიჭებო? მე ისრაელის მოქალაქე ვარ. იყავი ბიძაჯამ ინგიშლის. ოღონდ ფული და ოქროულობა ჩამოდი. ვინც გინდა ის იყავი ჩვენ აქედან ფულის garaში არ წავალ. იქნებ უფულოდ წასვლა იმეყოთ. ეს ვინ ყოფილათო? დავედით მიამის დედა. მიამის ოხერი დედა. თქვენს გვერდით თავს უსაფრთხოდ. სულ ხალხაბურზანიებში ვიყავი წვეულებაზე. ჩემმა კაბამ ისევ ფურორი მოახდინა. რომელმა კაბამ? აი ეს თეთრი ზოლებით რომ არის. სასაჯებელი გოგო ხარ. ვამაყობ შენი და ქალი რომ ვარ.
ამ მინისტრებმა ხო წაიღეს გოგო ყურები. რას მეუბნებოდნენ, რას ბოდიალობდნენ, თვითონაც არ იცოდნენ. შეჭამეს გული. მაინც რა უნდათ? ერთი მგონი სეიშელის კუნძულებზე მეპატიჟებოდა. დეგენერატი. არიციან მოგუტინოებმა. საქმე რომ ყავს ამერიკაში. Hello? Oh, Alex, is it you? Oh, I'm fine, honey. How are you? Oh, yes, next year I'm going to America. Oh, I miss you too. Okay, see you soon. Bye. ვინ იყო? Alexi, New York-დან. დიდი ხანია იცო? უკვე 3 წელია მიყვარს. პროფესორი ახვლედიანი. არ მოდის. აქეთ ბრატონო პროფესორო. გამარჯობა რუსკა. ეს ჩემი დაკარია. სასიამოვნოა ჩემო პატარა. ჩემთვისაც ბატონო პროფესორო. ბატონო პროფესორო, თქვენი სეანსების შემდეგ ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მედიკამენტები ხომ მოგიხსენი? დიახ, მედიკამენტებს აღარ ვებულობ. გართულება დაგეწო. დამირეკეთ. აი იქ ცნობილი ყოვლის შემძლე თეაზის. ყოვლის შემძლე. ჩვეულებრივი ბუტანკაა. არა ჩემო რუსკა. ის თეა პუტანკა არ არის. ის როგორც თქვენ, ჩემი პაციენტი იყო. მას უფლისაგან ნაბოძები ძლიერი აურა აქვს. თავისი აურით ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანებს. ისე კარგ საქმეებს კი აკეთებს. Среди ночи во тьме только думаю я тебе, и среди и наяву, и страдаю я, и пою. Сколько раз я говорил, а не люби ты другого, я так тебя любил, чистым сердцем говорил, я так тебя любил, чистым сердцем говорил, я цыган, вы цыгане, приходите ко мне домой, а вместе будем много пить за свою любовь, а вместе будем много пить за свою любовь. Эх, раз, да еще раз, да еще много, много раз. Эх, раз, да еще раз, да еще много, много раз. Цыгане любят шубы, а шубы меховые. Цыгане любят колется, а колется цыгане любят шубы, а шубы непростые. Цыгане любят колется, а колется золотые.
დიახ, ბატონო პრემიერ. გავაკეთებთ. მოდი ნინი. მოდი შენთან. ვარაფერი გინდა ნინი. კახაბიძე ადლერს მომცე? ჩემო გოგო. მადლობა ბიძია. მინი როგორ ახარ? თია როგორ ახარ? დაჯექი. როგორ ახარ თია? კარგად, კახა. არ ვიცი უშენოდ. ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩემ შესაძლებლობებს ძალიან უნდა დააჭერდე. რა ბრძანებ, დიდია თქვენი ღვაწლი. ჩვენ წარმატებულ საქმიანობაში. სასიამოვნო ამის მოსმენა თქვენგან. თუ გინდა ებრაელი ინვესტორის საქმე, რომელიც წარმატებულად დამთავრდა. ავაღორძინეთ სამცხე ჯავახეთი. ეს ორკვირიანი საგზური ფლორიდაში ჩემგან. დიდი მადლობა. ეს კი პრემიერ-მინისტრისგან. მადლობა. ვამაყობ შენ თია. თქვენ ჩემი ძმა სიკვდილს გადაარჩინეთ. კარგია, მეცმა დაუცვი. ატარეთ. სამაგიერო, როგორ გადაგიხადეთ? ჩვენ ამ სიკეთეს სიკვდილამდე არ დავივიწყებთ. არაფერი არ არის. ღმერთმა ამრავლოს ყველანაირი ადამიანები. თია, გისმენთ. თია, თუ მოახერხო, იქნებ ბარნოვის ოცში მიხვიდე. რა ხდება? ვიღაც ტერორისტს კაფეს თანამშრომლები ყავს, ძევლად აყვანილი. დიდი ხანია? არა, ეხლა ხან მაცნობეს. კარგი, წავა. აბა შენიც.
დააზარალებს. თქვენს ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. ვიღაც ტერორისტია, ძევალი ყავს აყვანილი. რამდენი არის? გონი ორნი არიან. რა მოთხოვნებია? ერთი მოთხოვნა საქართველოს გაიყვანოს სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთიდან. მართლს ამბობენ ეს ადამიანი. ყველა თავის ტყავში დაეჭირა. ძევალს გავანთავისუფლე. ერთი პირობით. რა პირობით? ტერორისტების უსაფრთხოებას მომithო. ან ბატონო თეა. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს ვაცხადებ. რა გაეწყობა? წარმატებას გისურვებ. განარჩენელი სად არის? ვიქით ოთახში მყავ, ჩაგედი. ხავარაფერი და რა ვიცი, ინა გამოკლეს ამ ოჯახაშენებულები. დარიში, თავისუფალი. დაუშვით იარაღი. დაილოცო სუფალო შენი სახელი.
გამარჯობათ, ქალბატონო თეა. გამარჯობათ. ქალბატონო თეა, პოლიკლინიკაში ვიყავი, ბავშვის ანალიზები შევამოწმე. დაგინახეთ, აქ როგორ შემოხვედით. არ შემეძლო, რომ არ მენახეთ. კმაყოფილი ხარ? ანალიზები შესანიშნავია, ქალბატონო თეა. ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. ძალიან კარგია, გილოცავ. ეს მთლიანად თქვენი დამსახურებაა, ქალბატონო თეა. მე უბრალოდ თქვენ რომ არ ყოფილიყავით ჯანმრთელობის სამინისტრო ამ პროგრამაში, ან ძალიან გვიან, ან საერთოდ არ ჩაგსვამდა. ეგ მართალია. ძალიან გაჭიანურდებოდა დროში. არ ვიცით სამაგერო როგორ გადაგიხადო. არაფერია საჭირო. სასახელო ბავშვი გაგეზარდოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონო თეა. გამარჯობათ, ქალბატონო თეა. ქალბატონო თეა, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი საქციელით ტერორისტებთან მიმართებაში. კარგად წამდებოდეთ, ქალბატონო თეა. კარგად წამდებოდი. შეხედე ქალბატონი თეა. მივიდეთ და ვესაუბროთ. დაბედნერება რომ გნახეთ. ქალბატონო თეა, შეიძლება? გამძანდით. ქალბატონო თეა, თქვენმა გამბედაობამ და თქვენმა სიტყვებმა მე და ჩემს მას გონება გაგვხსნა. თქვენთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტებულ მართლმადიდებლურ გზას დავადებით. ეხლა ერთ-ერთი სამაგალითო ადამიანები ვართ. ისე ცოტა კი შემეშინდა. მეგონა მესრობით. ვერ შევძელ. რაღაც შინაგანმა ძალამ იარაღი მაგიდაზე დაგვადებით. ეს ჩემდაუნებურად მოხდა. ქალბატონო თეა, გვინდა პატრიარქის ხელმოწერილი ბიბლია საჩუქრად გადმოგცეთ. ბიბლია მინდა გაჩუქროთ. მადლობა. მადლობთ ბიჭებო. გოგა, მანანა მასწავლებელი საკლასო ოთახშია? დიახ, საკლასო ოთახშია. კარგი გოგა. გამარჯობა, ქალბატონო მანანა. გამარჯობა, ფადი საყვარელო. როგორ ბრძანდებით? რა არის ახალი თქვენსკენ? მე-10 კლასელებთან პროექტზე მუშაობ. ჩემმა ბავშვებმა საინტერესო კვლევები მოიტანეს. ქალბატონო მანანა, თქვენი ქალიშვილი თეა როგორ არის? ახლახან ველაპარაკე, კარგად არის. ენა ცვალოს დედა. თქვენი თეა რომელ კურსზეა? მალე უნივერსიტეტს დაამთავრებს. უნივერსიტეტს ამთავრებს? ჩემი და იყო გუშინ თბილისიდან ჩამოსული. მან ისეთი რამეები მიამბო თქვენ ქალიშვილზე. მაინც რა გითხრათ? გაჩუმდით თუ ღმერთი გწამთ. დედიკო, თეა ჩამოვიდა.
დედიკო, რა მოხდა? დღეს რაღაც ვერ გცნო. არაფერი შვილო. მე მაინც გონია რომ რაღაც გაწუხებს. თეა, მერე დაგელაპარაკები. თხოვრა, ახლა მე მითხარი დედიკო. შვილო, ამისთვის გაგზავნე. როგორია? მოგწონს თევზაობა? კი, მომწონს. თევზაობა ცოტა ხომ არ არის. რატომ არის ცოტა? საიდან მოიტანა? თევზით მეც მაგააჩი. იმიტომ რომ ადამიანებმა იგებენ. მე მაინც ვთხოვე. სურავს თავისთვის წყალში. შენ მოდიხარ ათყუებს და იჭერს. ჭამ. ცოდვა. საზრობა. გიორგი, ეს ცოდვა არ არის. ლევან, შეხედე წყალში სამხელა მორი მოაქვს. გიორგი, ეს მორი კი არა. ადამიანია. საწავყვანი. სახლში გავიყავი. მოდი ლევან, მალე, მოდი. რა მაგარი გოგოა? აბა ეს ლავისაცში. მაინც მაგარი გოგოა.
როგორ მოხდი? ღმერთოჩე. თქვენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება. თქვენ მიმძანდებთ. აქ როგორ მოხდი? შეიძლება ჩაის. შემდეგ ვისაუბროთ. სახელი მაინც მითხარით. კარგი, სახელს გეტყვით. მე ლევანი მქვია. კარგი, მომეცით ჩაი. ორად კბილია. ტკბილი ჩაი მარგებელიაო. უთქვამს ჩემთვის ვებიაჩებს. ეგრე არ ჯობია? ლევან, მე შემთხვევით ყველაფერი არ მიტყავს. ჩვენ შორის ერთი გავლენიანი პიროვნება დგას. მაგას მე მოული. მოდით ბავშვებო. სად არიან ჩემი არწივები? ვერ მოდიან. გამარჯვებულს. $100 გაყენისათვის. ეს რა ქნა მაგრამ არც იფიქრო. არც იფიქრო. დააგეიერა. სიტყვა მომეცი რომ ფიას თავს დაანებო. კაცო სიტყვას გაძლევ.